პურზე გადასმული მიწის თხილი. სასარგებლოა თუ არა, გაინტერესებს? გამოიწერე ჩემი არხი, ბოლომდე მიყურე და პერსონალური მენიუსთვის პირადში უნდა მომწერო შეგახსენებ. გაითვალისწინე, რომ არაქისის კარაქი არის ჯანსაღი ცხიმის ერთ-ერთი საუკეთესო წყარო, მაგრამ დააკვირდის შემადგენლობას. ძალიან ბევრი მწარმოებელი არაქისის კარაქში ამატებს დეზოდორირებულ და რაფინირებულ პალმის ზეთს, რაც უკვე აღარ არის სასარგებლო და რაც ანეიტრალებს ჯანსაღი ცხიმის ეფექტს. ეს თვითონ ცხიმია და ხო ხვდებით, რომ არ არის ნორმალური, როდესაც ცხიმის შემცველ პროდუქტში კიდევ დამატებით ცხიმს ამატებ სიაფის გამო. ამიტომ გაითვალისწინეთ, ჭამეთ მხოლოდ ნატურალური, მასში არ უნდა შედიოდეს სხვა ცხიმები. განსაკუთრებით ეს არ უნდა იყოს პალმის ცხიმი. პალმის ცხიმი ცალკე თემაა, ამაზე ცალკე ვიდეოს ჩავწერ და მე მინდა გთხოვოთ, თუ გაინტერესებთ რამე თემა, გთხოვთ მომწეროთ, რაზე გადავიღო ვიდეო. მოვიძიებ ინფორმაციას და ცოტა უფრო სრულმასშტაბიან ვიდეოებს შემოგთავაზებთ იმ თემებზე, რაც დაგაინტერესებთ. გელოდებით. მოდი, ვილაპარაკოთ.